მე ხა წაკითხავთ საქართველოს ამჟამინდელი მთავარსარდალის ინიციატივას, რომელიც ამ წუთებში გავრცელდა. და მე შევადაროთ. საქართველოს პრეზიდენტის სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის. მე პირდაპირ უნდა ვთქვა მაყურებლის ყურისთვის. ამაზე უფრო ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მე ჯერ არ მომისმენია. მე თვითონ ვარ მეგრელი, პატივს ვცემ ძალიან მეგრულ ენას, ვიცი კიდევაც ის ასე თუ ისე, მაგრამ ამაზე მეტად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რასაც ქვია მეგრულის და სვანურის არჩევით საგნებად გამოცხადება, ანუ პრაქტიკულად აღიარება, რომ ეს არის არა ქართული დიალექტები, არამედ დამოუკიდებელი ენები, არ არსებობს. 10 წლეულების განმავლობაში თითქმის უკვე საუკუნეა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. დიდი ენათმეცნიერები, რომელთა შორის უბრალესობა მეგრელია სხვათა შორის. ხო? ამტკიცებენ ჯანაშია ჩიქობავა და ასე შემდეგ, მათ შორის აკაკ გამყრელიძე, გარდაცვლილი, ამტკიცებენ, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი ენები. რა мотивაციით, რა დასაბუთებით ამტკიცებენ, ამას ეს მეორე საკითხია. მაგრამ ჩვენ დროსაც იყო სხვა შორის ამაზე საუბარი. ეს არის ჩვენ დროსაც იყო სხვა შორის ამაზე საუბარი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. კატეგორიულად მიუღებელი. თორე ეს არის პირდაპირი საფუძველი. ჩვენ იმაზე არ ვილაპარაკოთ, რომ მეგრელები და სვანები ყველაზე ნაკლებად არიან მიდრეკილი სეპარატიზმისკენ. ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, ვინ ქმნის ამგვარ საფუძვლებს სეპარატიზმისთვის, რუსეთი. და რუსეთი სხვათა შორის საქართველოში შემოსვლიდან პირველივე დღიდან 21 წელს გულისხმობ ჯერ კიდევ და მერე უკვე 90-იან წლებს ამტკიცებდა და დღემდე ამტკიცებს, რომ მეგრელები სხვა ხალხია და ქართველები სხვა ხალხი. და ამის ახსნა მთავარი იცით რა არის? ენობრივი ფაქტორი. ისინი ამტკიცებენ, რომ ქართული და მეგრული არის სხვადასხვა ენები. და საქართველოს მეცნიერება 10 წლეულების თუ არა საუკუნის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. და ამასაც თავისი სტრატეგიული ახსნა მეცნიერულს რომ თავი დავანებოთ. აი ამას აკეთებს დღეს საქართველოს მთავარსარდალი, სასაცილო ჟღერს და საქართველოს პრეზიდენტი. რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ ამ სალომე ზურაბიშვილთან, მე აღარ ვიცი. ომი საქართველოს დაიწყო დავივიწყოთ პირობითად, დაბომბეს მძინარე ცხინვალი დავივიწყოს პირობითად, მე ეს არ დამავიწყდება არასდროს, მაგრამ მაინც დღეს ადამიანი აცხადებს, რომ მეგრული და სვანური ენები დიალექტებია ეს ქართული მეცნიერების თანახმად. ენები იყოს არჩევითი სწავლების საგანი. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა შენთან, უნდა კონკრეტულად. მე როგორც მეგრელმა, შენ როგორც სვანს. დღეს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გამოქვეყნდა. მე წავიკითხე სხვა შორის, ჩემთვის იყო აი კატასტროფა და მე განათლების ყოფილი მინისტრი ვარ და მე ვიცი ეს რა არის. და მე შესწავლილი მაქვს ეს საკითხი. რომ სკოლებში უნდა იყოს არჩევითად სწავლა მეგრული ან სვანური ენის. და აბსურდთან ერთად, ვინ იქნებიან მასწავლებლები მაგალითად, ხო, აი ამ აბსურდთან ერთად. ეს არის ძალიან საშიში სახელმწიფო რიტორიკა. მე შესწავლილი მაქვს 20-იანი წლებიდან, მე-20 საუკუნის რა ხდებოდა ამ მიმართულებით. 20-იან წლებში თვლიდან, რომ ეს არის უმძიმესი პანდორას ყუთი, რომელიც არ უნდა გაიყოს, რომელიც არ უნდა გაიხსნას. 20-იან წლებში თვლიდან, რომ ეს არის უმძიმესი პანდორას ყუთი, რომელიც არ უნდა გაიყოს, რომელიც არ უნდა გაიხსნას. ანუ საქართველოს ოკუპაციიდან დაწყებული დღემდე რუსეთის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სეპარატიზმისა და სხვა შორის უნდა ვთქვათ, რომ სვანების და მეგრელების სეპარატიზმი მართლა ამ ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტი არის ზუსტად ეს ცივილიზაციური განსხვავების პოვნა ენობრივი ფაქტორით. ქართული ენათმეცნიერება არ აღიარებს, რომ მეგრული და სვანური არის განსხვავებული ენები და ქართველი დიდი ენათმეცნიერები, რომელთა შორის დიდი ნაწილი მეგრელია, მინდა გითხრა პირდაპირ. ხო, ბოლოს უკვე აკადემიკოსი გამყრელიძეც ბოლოს, ეს იყო ბოლო ჩვენი დიდი ენათმეცნიერი, რომელიც გარდაიცვალა, წერდა, რომ ეს არის დიალექტები. და ეს იყო არა მხოლოდ სამეცნიერო, ასე ვთქვათ, აქსიომა, არამედ იყო ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გამომხატველი აქსიომაც და ასეა დღემდე. რა შეფასებას მისცემ ამ დღევანდელ რაღაცა გამოხდომას სრულად უადგილოსთან, რა საიდან შეიძლება ეს გაგახსენდეს არსებულ ვითარებაში და კონტექსტში. მე
ვფიქრობა, რომ არ ვარ კვალიფიციური ამაზე გიპასუხო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე სხვა მოსაზრებების მომისმენია, რომ ესენი დამოუკიდებელი ენები. ამიტომ მოსაზრებები მომისმენია ბევრი. დიახ. გეუბნები ამიტომ მე ოფიციალურ ენათმეცნიერულ მე არ ვარ მოსაზრებებს. კვალიფიციური. თავისთავად ენების სწავლა, რომელიც ჩვენთან ტრიალებს და ერთმანეთსადმი რო ვიცოდეთ, ამაში ნამდვილად ვერაფერს ცუც ვერ ხედავ. ვერც იმ რისკებს ხედავ, ეხლა რაც დამიხატეთ, მაგრამ მე მგონია, რომ უფრო კვალიფიციური ხალხი უნდა მოიწვიო ეთერში, ვიდრე მე ვარ და მათ მოусმენ დიდ